შფოთვა, მუდმივი შინაგანი განგაში და სტრესი. სიტყვები, რომლის გაგონება კიდევ უფრო მეტად გვაშინებს, გვაშფოთებს და ჩვენს ფსიქიკაზე დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს. სინამდვილეში თავად სტრესი პრობლემა არ არის. ისედაც ეცადეთ, რომ პრობლემა არაფერს დაარქვათ, გამოწვევა ვთქვათ. ხო და თავად სტრესი არ არის გამოწვევა. გამოწვევაა, რამდენად შეგიძლიათ რეალობის მიღება, რამდენად აცნობიერებთ სიტუაციას, რამდენად შეგიძლიათ კონტროლი ისე, რომ სტრესი არ იქცეს თავად უკონტროლო ძალად და თქვენი ცხოვრების ხარისხი არ გააფუჭოს. ხშირ შემთხვევაში სტრესი უბრალოდ ეს არის ბუნებრივი რეაქცია, ეს არის გზავნილი თქვენივე შინაგანი სამყაროსგან. თქვენი მენტალური, ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა გეუბნებათ, რომ რაღაც ისი არ არის, რომ რაღაცას თქვენს ცხოვრებაში თქვენივე თავისთვის თქვენი განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ხო და როდესაც ასეთი მუდმივი შინაგანი განგაში გაქვთ, მუდმივად შფოთავთ, მუდმივად რაღაც გაშინებთ, მუდმივად სტრესში ხართ, უნდა მოახერხოთ და გაჩერდეთ, დაპაუზდეთ ერთგვარად. დააკვირდეთ აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს თქვენს ირგვლივ, დააკვირდეთ ყველა სიტუაციას, ყველა მდგომარეობას, ოჯახში, სამსახურში, პარტნიორთან, ახლო მეგობრების წრეში, მოკლედ ყველას და ყველაფერს. რა ხდება? სინამდვილეში რა ხდება? რა არის ის, რაც ასე ძალიან გაშინებთ? უნდა მოახერხოთ და ერთგვარად განცალკევდეთ განპირობებული საზოგადოებისგან, თქვენივე განპირობებული გონებისგან, რომ უკეთ აღიქვათ რეალობა. უკეთ მიხვდეთ თქვენ რა გინდათ სინამდვილეში და როგორ უნდა შეძლოთ და გამოასწოროთ ეს მდგომარეობა. რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რა უნდა გააკეთოთ საკუთარი თავისთვის. აი მე უკვე მიზან მიმართულად ირჩევთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ მოიქცეთ და როგორ უნდა მართოთ თავად თქვენი ცხოვრება. მე უკვე მოდის ერთგვარად დაცულობის შეგრძნება, სიმშვიდის შეგრძნება, უბრალოდ რაღაცებს კონტროლის მიღმა უშვებთ, უბრალოდ აცნობიერებთ, რომ რაღაცის გაკონტროლება ახლა არ შეგიძლიათ, ან რაღაც უბრალოდ არ გინდათ, ან რაღაც უბრალოდ თქვენი არ არის. ხო და დაცულობის და სიმშვიდის შეგრძნების პარალელურად ნეიტრალდება სტრესის დამანგრეველი ძალაც. ნელ-ნელა შფოთვაც და შინაგანი განგაშიც იკლებს. უბრალოდ თქვენ ხვდებით, რომ საკუთარი ცხოვრების მმართველი თავად ხართ. უბრალოდ აცნობიერებთ, რომ თქვენ შეგნებული არჩევანი გააკეთეთ და აირჩიეთ საკუთარი სიმშვიდე და საკუთარი თავი.